მოგესალმებით მეგობრებო და ჩვენ დავბრუნდით. გამარჯობა, მოგესალმებით. ერთგულო მაყურებლებო. დავით, როგორ გრძნობ თავს? როგორ გრძნობა რომ იყო უკან? რა? To be back. How does it feel like? როგორ გრძნობა რომ იყო უკან? Tell me. სიმართლე რა გითხრა, ჩემ თავს გრძნობდი როგორც Cat-Size Manoni, რომელიც იყო hiatus-ში, მეც ეგრე გრძნობდი თავს. I was on a break. I'm reference ვერავინ ვერ გაიგებს ვაფშე. Literally ყველა გაიგებს. ჩვენი აუდიტორიიდან მგონი ყველა გაიგებს. დედა ჩემს გარდა. და ჩემ გარდა ორმა ადამიანმა ვერ გაიგო. ბევრმა არის ის, იმიტომ რომ ბევრი ისე გწევდა რომ ეგონა რომ უბრალოდ ვისვენებდით. ანადიახ ისვენებდა მე სამწუხაროდ მომეწია ჯოჯოხეთის ყველა იმის წრის გავლა სხვა შორის დანტეს ხვდები კომენტებში ხედავდი ამ დროს ამიტომ ძალიან თემატური იყო ანუ აი სულ მაინტერესებდა ვინ კითხულობს დანტეს ფაბულას ხალხო it's so much fun how ანუ ჩაულებრივად რაღაც ტრიქონები არის აზრს როგორ აყოლებ იმიტომ რომ ყოველი კანტოს დასაწყისში ხო არის ეს ახსნასავით რა ხდება და იმ თვითონ სტრიქონების გააზრება ცოტა რთული არის მართალია. გიჭერს ასე იგი, აღიარებ. კი, მაგრამ მაინც საინტერესო არის. ძალიან განათლებული ხარ. I love that for you. მაგრამ იცი რა ქსივაიბი აქვს, აი ვეფხისტყაოსანში ყველაზე მეტად მევასებოდა, აი ქაჯათის ბრძოლის ხო ვეფხისტყაოსანი ძალიან მტკივნეული topic არის. იმიტომ რომ რუსთაველის თეატრში დაიდგა, სტოროამ დადგა, რაღაც ძალიან მე მგონი I'm not sure. უბრალოდ ვიცი რომ ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა ამ ყველაფერშია. ძალიან დიდი და ანუ რაღაცა საოცრება არის. მე ხა თეატრის ექსპერტი არ ვარ. არც მინახავს, მაგრამ მე ვენდობი TikTok-ის იმ აუდიტორიას, რომელიც ლანძღავს ყველაფერს, okay? უცებ რო შევეხოთ მაგ თემას, მე მგონია რომ უბრალოდ ვეფხისტყაოსანი იმ დონემდე საოცარი ნაწარმოებია, რომ ანუ როგორც არ უნდა შეხო, აი არ ვიცი ვინ უნდა გააკეთოს მაგაზე სერიალი ან ფილმი ან რაღაც, აი ყველა ისეთი მაღალი სტანდარტები გელდა. ხო ხვდები რა, ანუ ბარიერი არის ძალიან მაღალი, ანუ ძალიან უნდა გაუმართლო ადამიანებს იმედები და მგონია რომ ცოტა რთული არის მაგ ყველაფერს გაკეთება. ანუ სტურო არის ძალიან მაღალი ტონის რეჟისორი, რამდენადაც მე არ ვაფიქრობ არ მინახავს მისი პოლიტიკური ხედვა და პიროვნება როგორც ასეთი. უბრალოდ მაგისგან იყო ცოტა გასაკვირი ხვდები. So I'm not sure you guys, მაგრამ ვეფხისტყაოსანის ობსესიას რაც შეეხება, ხო არ ვიცი, ანუ ვეთანხმები რომ ფენომენალური არის, მაგრამ მთელი აბიტურიენტობა ხო სწავლობ, ანუ შენ მე მგონი არ ემზადებოდი ხო? Yeah, ანუ ვინც აბიტურიენტები ხართ, ანუ მთელი წელი რომ მიყვები პროგრამას, ნუ ვეფხისტყაოსანს უთმობ 3 თვეს და მე ვიყავი რომ მეთქი რომ მოვიდეს პროგრამულიდან ვეფხისტყაოსანი არ დავწერე და მომივიდა რა თქმა უნდა ვეფხისტყაოსანი, რა თქმა უნდა არ დავწერე და რაღაცა ინანე Яснად, მაგრამ აი ეს რა პრინციპზე და კონვერსზე ვიყავი, არ ვიცი, მაგრამ აი დიდად არასდროს არ მევასებოდა ვეფხისტყაოსანი, I'm so sorry, მე მგონი I'm not mature enough, არ ვიცი ისი ბრალია. მე გითხრა რატომ მევასებოდა ვეფხისტყაოსანი, მეგონა რომ აი რაღაც აი fantasy ნაწარმოები. ხო და მე ხო ეგ არ მევასება. ზუსტად და მე მეგონა რომ აი ჰობიტის ქართულ ვერსიას კითხულობდი და მაგიტომ მევასებოდა ეს ქაჯეთის სცენები და ყველაფერი და რაზე დავიწყოს ყველაფერი? დანტეს ანუ მაგვარი არის რა, ანუ მაგიტომ მომწონს ეს ის რომ აი ჩადეს იმაში რა ქვია. Wow, baby, mate, ამ სამკორის მანძილზე წიგს ვკითხულობდი და ამბები. Look at us. აი ეგრე ვისვენებდით მაგავრაბა. შო, ani თვეში ერთი წიგნი, ჩემთვის არის ყველაზე დაბალი თამასა, რასაც უნდა გადავაბიჯო. I don't care, იმიტომ რომ I'm a smart bitch, okay? და უკვე ხვდები რომ სიტყვების მარაგი მაკლდება, იმიტომ რომ კითხვასთან ერთად მოდის რა, ანუ რამდენიც არ უნდა უსმინო რაღაცა აკეთო. ლიტერატურულ რაღაც ნაწარმოებს რო კითხულობ, მარაგი რაღაცნაირად გიგროვდება, ლაგდება ტვინში, ძალიან საჭიროა, მაგრამ ხაზრულ ლიტერატურასთან ერთად უნდა მივაწო იცი რა განარს, აი რაღაც მე დიდად არ მიყვარს ხაზრული ლიტერატურა, მე non-fiction უბრალოდ. არა, აი მემუარები მევასება ძალიან. მემუარები არასდროს მიცდია, მაგრამ აი ხო ხვდები იცი რას ვამბობ? რაღაც self-care და empowerment რაღაცა. Exactly. I tried that one, it was not good. აი ხალხო ძალიან დიდი პოდაში მართლა ყველა აქებს მაგ წიგნს და არ ვიცი კიდე სხვა წიგნები არის აქ რაც არის ეგეთი self-help ან ასეთი ანთროპოლოგიური ხო ხვდები რა აი ძალიან მიჭირს ეგეთი წიგნების და მე მგონი ეხლა შევინახე 3 და უნდა Goodreads-ი იცი ეგ ეგ გავხსენი ზუსტად 3 დღეს ჩემი გონა What is happening? ხო და როგორც რა ავხსნა რატო ვიყავი ამ ჯოჯოხეთში Oh my god. როგორც დავამთავრეთ ეგ ეპიზოდი მგონი მაშინ იწყებოდა ყველაფერი და ხალხო დღემდე ვებრძვი მაგრამ მგონია რომ შუქი დავინახე ტუნელის ბოლოს ყურის ანთება მოკლედ შუა ყურის ანთება დაგუბებული სმენა
არანაირი ტკივილი, მაგრამ უბრალოდ დაგუბებული სმენა, რაც ყველაზე გამაღიზიანებელია. არა, ეს ძალიან მარტივად ყვები ხალხო, ძალიან რთული მდგომარეობა, იმ მხრივ რომ არ მინდა გართულება, თვალი არ მინდა მესეს ხო დავარებეთ და გადავიდა მეორე ყურდაც, მიუხედავად იმისა, რომ დავითი ძალიან ყურადღებიანი ტიპი არის და რა თქმა უნდა, წავიდა ექიმთან, მკურნალობა დაიწყო, რაღაც ანტიბიოტიკებზე შეჯდა პირველივე დღიდან, არ ვიცით რატო გართულა, ვისაც ეს გამოცდილება გქონიათ, გთხოვთ. We're with you. With you და ასე ვერჩევები მოგცენ, იქნებ რამე გამოსავალი არსებობს, იმიტომ რომ მე მართლა ვერ წარმომიდგენია იმენა საღოლ, ანუ ტკივილი რო არ არის ეგ ხო ერთია, მაგრამ ის რო სმენა არ გაქვს ისე როგორც ხარ მიჩვენე მთელი ცხოვრება, აი რაღაც ცხოვრების ხარისხი დაგიგდო. ხალისი და ხარისხი. სხვათა შორის სხვა ადამიანს ველაპარაკებოდა, ვისაც იგივე ქონდა და იგი ანუ არც მithქვამს ისე მეუბნებოდა, რომ აი ჩემთვისო ყველაზე რთული ის იყო, რომ აი ძალიან იზოლირებული გავხდიო, იმიტომ რომ ანუ მიჭირდა ლაპარაკი ხალხთან, იმიტომ რომ როცა ლაპარაკობ შენი ხმა იმ დონემდე ხმა მაღლა გესმის ხალხო, რომ აი არაკომფორტულად გრძნობ თავს. თან წარმოიდგინე, როცა თქვა აი პოლემიკაში შევდივარ, თქვა და ორივე დროულად ლაპარაკობთ, მე შენი საერთოდ არ მესმის, მიხვდე? That is crazy. მაგრამ მე მგონი შეეჩვია რაღაც at this point. მაგრამ გონი დავასკვენე ზუსტად საიდან მივიღე ეგ ყველაფერი. იმიტომ რომ ხო გვეგონა რომ სპადა რაღაცები. მე ვიცი რომ სპადან მივიღე. არ იყო სპა, იმიტომ რომ ჩემ მეგობარს დაემართა იგივე და გამოჯამთლდება მალე, I know. ორივე. ჯერ შენ გამოჯამთლდი უფრო ადრე. ფიგურული სრიალი. იმიტომ რომ მან ხო ცოდი რომ ჩემი მობაძვა რაღაცაში უკანაკრევდა. Thank you guys. მაგრამ ძალიან რთული გაკვეთილი გასწავლა. I'm so sorry for that. მაგრამ take notes. რა შემდეგ ზოგადად ჰაერმა დაგიბერა? მან ხო ძალიან ცივა და რომ დაკითხე მე საკეთებდი აქსელებს. აქსელებს რო აკეთებ ჰაერში ალბათ არ ვიცი აჩქარების დროს ხალხო თავისაშვება. და ალბათ ღმერთმა დამსაჯა იმის გამო რომ 5 მაგი აქსელი გავაკეთე ისე რომ არავინ არ გადამიღო. არა უბრალოდ მე არ ვიცოდი რა, ანუ ეგრეთი საშიში იყო რა, ანუ ყოველთვის უნდა გაკეთოს ქუდიო რა, მით უმეტეს როდესაც დაქრიხარო. მით უმეტეს როცა მიუჩვეველია შენი ყურები ესეთ. ეგეც არის აუცილებლად ხო. და როგორც შენ სუსტი წერტილი მაქვს, ამიტომ უფრო უნდა მოვარო ჩემი ძალიან სუსტია ყური. ბავშვობიდან არისო? არა, ზუსტად არ მტკიო. მე ყოველთვის მტკიოდა ყური და ძალიან მტკივნეულია ყურის ტკივილი, ხალხო ვიზაც არ გამოგიჩნდა, ის საშინელება. მაგრამ ეს მიხარია რომ მე დაჟე კბილის ტკივილზე უარესად, იმიტომ რომ კბილი არასდროს ტკიებია. მე მტკიويები, კბილი როცა მეცდება ახლა ისინი. სიბზნეს მე ამოვიღე 4-ვე. Period. ხო და პაწკო, მართლა ძალიან მალე მინდა რომ გამოჯამრთელდა იმენა საღო. ყველაფერი კარგად იქნება. ხო ძალიან რთული პერიოდი ქონდა be honest. კი, რთული პერიოდი. ვცდილობ არ ვილაპარაკო ბევრი მაგას, იმიტომ რომ არავის არ ატარებს ეგ რთული პერიოდი, მაგრამ little by there little. was a reason you guys თუ რატო არ დაუბრუნდით ამდენი ხანი. ხო, ესე მალე, როგორც გვინდა და მაგრამ ეს ამინდებ მას რასაკვირველია დაამატეს, იმიტომ რომ What the fuck is happening? ანუ არის 22 აპრილი, ხო? ვინმე მომიხსენით მართლა რა დავაშავე საქართველოს. მე აპრილის პიარში მთელი ჩემი ცხოვრება, რა როგორც აპრილში დაბადებული, რომ აი მეთქი ამიდები, გამოდის ყოველს ძალიან გვიყვარს და იმენა თებერვალია. კენი ბოლოსკენ გამოდის, აი 30-ს რო დაემთხვა. აი 30-ში, ბაზარი არა, მაგრამ ძალიან ცივი არ არის? ძალიან. სიცივეც არ მაღიზიანებს, ქარი მაღიზიანებს, აი. და წვიმა, ქარი და წვიმა. იუ. Wow. ანუ ქარი უფრო ცუდია თუ წვიმა, what do you think? ჩემეთით ქარი უარესია. იმენესება. იმიტომ რომ აი წვიმა მისწერდება რა მომენტებში რომ ეხლა it's a vibe რა. დაჟე აი კოლგას დაიჭერ და გაისერინებ წესიერად. ქარის დროს არაფერი არ გისწორდება, სიარული არ გისწორდება. მით უმეტეს ჩემ მდგომარეობაში რომ ყური არ უნდა გაგიცივდეს, მით უმეტეს აი ყველაფრით დავდივარ. ერთადერთი უშანკა ვერ გავჩეთე ხალხალ. ეგ რა არის? აი ესეთი დიდი ის რო არის. ანუ მთელი ბავშვობა, აი ჩემი კლასელები ყურების იმით დავდიოდი. აი ხო ხტები, ოღონდ თავიდან იყო ისე რომ გადადიოდა და მე არის მარტო უკარო კეთება. მე მინდა და მარტო უკარო კეთება და ვერსად ვერ გავჩეთე. მთელი ბავშვობა, ანუ მაგასთან ასოცირდებოდი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სათუთი ყურები მაქვს და სულ ეგ მეკეთა. ან შენ იმენა ის გაქრა ქვია. ანუ გეშტალტი. I know baby. ამიტომ ძალიან მესმის შენი ხდები და ეს დაგუბვა ყურებიცაც მესმის სულ მემართებოდა. Baby. It's all gonna get better. Well, ხალხო თქვა როგორ იყავით? დაგვიწერეთ აბა. ჩვენი აქტიური ну გწერდნენ რა თქმა უნდა უსაყვარლესი ხალხი როდის დაბრუნდებით. We love you guys. გუშინ წერს ერთი ჩვენი ძალიან აქტიური მაყურებელი რომ ფოლოვერი დაგაკლდათო ფოლოვერები არ ვიცი ზუსტად რამდენი და მეთქი არ მიბიქცევე მოყოლა. გააჯვან. ანუ ეგეთმა ხალხმა იმენა გააჯვან. ანუ ფოლოვერები არა subscriber-ები. ანუ YouTube-ზე ვიღაცას რო დავასუბსკრაიბებ 13 წლის ასაკში რომ დავასუბსკრაიბე, ანუ unsubscribe რა არის არ ვიცი. თუ კაც არ მოკლავ, მე unsubscribe დავაჭ. What the fuck? Who does that? Oh well. არა, რო წავედით იყო 2006-ას 40
45 თუ რაღაც Oh my god. 56 არის, so? მოემატა? ანუ ჭორებს ავრცელ. That's fine. That's fine. Very fine. სანამ გადავალთ ტოპიკებამდე. Okay. მინდა რომ განყუთვა გქონდეს მეგობრებო, ჩვენმა მეგობარმა, ну, просто ჩემ ალბათ უფრო მე ვიცნობდი, ლიზა. Apparently, Apparently, yes. yeah. იმიტომ რომ დავით თან გამოგზავნა პირდაპირ. უეჭველი იცით ეს გოგჩა ვიდეოს ჩავსვამ სამაგალითოდ ლიზარტო DIY რაღაც. ძალიან საყვარელი გოგო. აი, პიროვნულად მგონია რომ უსაყვარლესი არის. აი, ძალიან ბავშვური არის და ისე ძალიან მომწონს ეგ. აი, პატარა ბავშვს რო აქვს რაღაც ჰობები, რაღაც ინტერესები, ზუსტად ეგეთი ენთუზიაზმით აკეთებს ყველაფერს, ისიც ძალიან შორს თეთრი შური. რამდენჯერაც მხდება რილსები ხო, როცა რაღაცას აკეთებს, ეგრევე მაქვს мотивация რომ მეც დავდგე და აი რაღაც აი დავხატო. მე мотивация არა, მაგრამ ვუწონებ მის. რო იცოდეთ, აი ამ ჩემ ჰაიერის 7000 ჰობი გამოვცვალე, ხატვიდან დაწყებული ზერცვით დამთავრებული, ყველაფერი ვწადე და ნახეთ ხალხო, რა საყვარლად შეგვიფულთა. ანუ არ ვიცით რა არის, სპეციალურად, ანუ ჯერ ეს ერთი იქიდან დავიწყოთ, რომ გოგო ცდილობდა ეს რომ მოვეწნიან, ჩემთვის ალბათ მართლა ორი კვირაა და უბრალოდ იმის გამო რომ booked and busy. გადარვერებზე ვიყავ, ვერანაირად ვერ მოვაყავ. ექიმებში. და oh my god. Okay, ერთად გავხსნათ შენ აქედან მე აქედან. Oh my god. აი ვიცოდი რომ ორმა გიწება ექნებოდა ლიზას და გამოიყენებდა ამის შეფუთო. მე რითი ვიზამდი სკოჩით obviously. What is that? Show me. Show me. Oh my god. თან ჩემი გამხდარი ერადან. სილუეტი. Oh my god. აჩვენ ერთები ხალხს. ხალხო. საყვარლობა. ისეთი საყვარლობა. შენი მიკროფონის ზოლის ფერი და ჩემი. ყველაზე მეტად ის მიყვარს და ზოლიანებმაც. მე ხო ზოლიანებზე ჩაჭერ. სოეჩი და მე ძალიან კარგად ვარ. თან აი იმენა ჩემ თავს ხედავ. თან წვრილი მკლავი დამიხადა. Thank you for that. ეს იმენა შენი საყვარელი აუთფიტი ხო არის? სოეჩი. ანუ ამ lunchbox-ების დაჯმაზე ხო მარტო ეგ მახარებდა რომ აი კაი ვიწო ვიყავი მაგვიდაოში. Oh my god. იმენა მანდიდოს. ჰა? კი. თავარი შუქი არ უყამდეს ცუდად. აი ეს არის შენს გაცენტროა? Fuck you. აი. კაი ცენტრა. უსაყვარლესია. ძალიან დიდი მადლობა. Oh my god. შენ ლოყას შეხედე, გოჭო. აი ლოყას დავასუსტებდი ცოტა, მაგრამ it's okay. There's always a second version. I look so good. Thank you so much. დიპტიხი გვინდა, მე რა ხო დასუსტებული ვერსიების. No, I'm good. Fuck you. ხახო, ალბათ ყოველ მიხდებოდი, რომ ანამ წანაში დაიკლო. ანუ ეს სამი კვირა იყო ძალიან კაი. You're asking people to like comment on your weight. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ანუ ძალიან გახდი. არა, შეიძლება მეორე დაგიწერო. 65 კილო ვარ ხალხო. ანუ ჩვენ პრაიმში აგვისტოში ვიყავი 65 კილო. მერე სადღაც ნოემბრის ბოლოს ვიყავი 75 გამომყევით. და ეხა ისო 65, ანუ ჩემ ორგანიზმს ანუ იმენა დავაფორთხიალებ ხანიკით. ანუ 10 კილო არის რა ხალხი ორსულობაში იყავს. და თან ერთ თვეში რა არის? Summer period. Okay. ვაიმე. Oh my god. There's a card. There is a card. Happy birthday. მგონი იცი როდის უნდა გამოგზავნოს დაბადების დღე გქონდა. აი ხა ვიტირებ. ამას გავაკრავთ აქ obviously. From Lisa. ჩემს საყვარელ ქართულ ინგლისურ ენოვანი აქცენტებით პოდკასტს ულოცა 1 წლის იუბილეს. მადლობა რომ მიფერადებთ დღეს და არასდროს შეწყვიტოთ ამის კეთება. Love ya. I love her. Oh my god. ესეც დავკიდოთ. არა, ეს თუ ეს როგორ გირჩევანი? მგონი 100 ფულამაზე არა რა. Happy birthdays, who cares? აქსადმა ვიპოვი ამის ადგილს, I swear to god და დავკიდებ. Thank you again and again and again. ხალხო, თუ რომ ის ჩქანაკიდეთ. Feel free. Okay, what was happening this week, baby? Oh my fucking god, ხალხო დაუბრუნდეთ, გადავხტეთ. მოკლედ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამოვტოვეთ, იყო Euphoria-ს მესამე სეზონის პრემიერა. რაც მე არ მინახავს Euphoria-ს პირველი 3 სერია მაქვს ნახი, that was it. ძალიან სტრანი არის, რომ ანუ არ ჩაგითხრია, იმიტომ რომ აი რა მომენტში უნდა ჩაითხრია, teenage drama is not my thing. Has never been, will never be. Yeah. ჩემს ყოველთვის იყო. I know. ანუ მესამე სეზონი საერთოდ არის teenage drama, რო იცოდა. და მაგიტო мотивაციას გაძლევ რა უყურო. თან ანუ არ არის ეგეთ ხალხო რა 8 ეპიზოდი არის სეზონში. მართლა? Okay. და ანუ უბრალოდ მოტივაღიაროთ ხალხო რა არ არის საჭირო Euphoria-თვის 3 წლიანი გადაღება. მერტე ასე ანუ არ არის ეგეთი კი მართლა კარგი სერიალი არის, მაგრამ არ არის ეგეთი ნამუშევარი რომ 3 წელი იშრომა ამ ყოველფრისთვის.
და მე უბრალოდ ვერთობ ფიზიკურად ორგანიზაცია ეგეც სერიალი White Lotus ჭირდება ერთ წელში White Lotus-ში ყველაფერს აღერხებენ ჩვეულებრივად ყოველ წელს გამოდის ახალი სეზონი ალბათ რავი даже Succession-ს მაგრამ ტექნიკურად არც ერთი არის ეგეთი challenging მე ხდება Severance აი Severance არის იმიტომ რომ მან ისეთი სეტები და ისეთი ის არის არ ვიცი ნუ მოკლედ Severance რაც 10 წელი თუ ჭირდებათ I don't give a fuck we're gonna wait we're gonna fucking wait ძალიან დიდი რასაკვირველი controversies გამოიწვია ამ ახალმა სეზონმა იმის გამო რომ Sam Levinson მგონი არავის არ ევასება იმ აიდოლიც არ გაქონა ნახე ის რო თამაშობს Johnny Depp-ის შული Lily Rose Depp იმიტომ რომ Weekend-თან ერთად ხო იმიტომ რომ ყოველთვის პრობლემა აქვს იმასთან რომ ძალიან ასექსუალიზირებს ქალსო რა და ზუსტად სპოილერი არ არის რეჟისორი ხო ეგ არის რეჟისორი ზუსტად აი ეგეთი სცენები იყო პირველივე სერიაში რა როდესაც ეს რულ პირში ითხრის ნარკოტიკებს და ანუ საშინელი სცენარი კაროჩე რა მე ჩემი გადმოსახედიდან არ მაქვს ეგეთი დიდი ესეთი მე ხთი წიწკი ეგეთ სცენებთან დაკავშირებით იმიტომ რომ მგონია რომ ხანდახან საჭიროა ანუ ზიზლზე ამბა ხო რა აი ეგონდა ის ზედმეტად გასექსუალიზირებული ყავს ჩათხრა და ყველაფერი მე ხთი რა სვამობ აი როგორ უნდა გაასექსუალიზო წამლიშად ზენდეასთან ერთად აკეთებდა კიდე ის გოგჩა რომელიც პორნოვარსკვლავი არის უეჭველიც დიდი თუჩები რო აქვს სახელი დამავწდებოდა შე და ანუ აი რაღაც აი ისე იყო რა გადაღებული ხვდები კონოტაციას მე ხვდები ანუ აი visions დირექტორის და ყველაზე დიდი დრამები იმიტომ წამოვიდა ამ Euphoria-სთან ზოგადად და hate რომელიც არ ქონდა პირველ დასაწყის სეზონებში იმიტომ რომ თვითონ ესთეტიური მხარე Euphoria-ს რაც ყველას მოგწონდა ეს glitters და ეს make-up და რაღაცები იყო Petra Collins-ი რომელიც არის ფოტოგრაფი რა მისი direction და მისი ხედვა და ანუ ძალიან obvious არის და ნათქვამი იყო სადღაც რომ ანუ იმის გამო რომ ეს პეტრა იყო ძალიან ახალგაზრდა ანუ გოგჩა ჩამოიყვანეს LA-ში დააწყებინეს 5 თვე ამუშავეს Euphoria-ს და მე ანუ უთხრეს რომ ანუ you're too young to like be doing this და ანუ გააჯმევინეს წარმოვიდგინე და მაგიტომ პეტრა ხო პეტრე არა და მეც ხვდები რომ ანუ ძალიან ესთეტიური თვალსაზრისით ძალიან დიდი shift არის რა უფრო რაღაც აი რეალისტურია და ძალიან ვაფშე სხვა ფერები არის კაროჩე რა სცენებთან დაკავშირებით მერი როგორც ყოველთვის არის დედოფალი როგორც დანარჩენ ორ სეზონში უბრალოდ მუშაობს როგორც talent manager-ი მიუხედავად იმისა რომ ანუ სკოლაში არ იყვნენ პირველ სეზონში თუ საერთოდ they've graduated now ანუ მაგას ანუ 7 წლიანი პაუზებს რო იღებენ ანუ ხალხი ბერდება თან მერი კი არა რა ქვია მაგას Alexa Demi როგორ გახდა I know. სახეზე ეთყობა. მიხდარას ვამბა. და ნუ რასაკვირველია Sydney Sweeney-ის დრამაც ყველაფერს ამ მოყვა. აი მე ერთადერთი სცენა მომიგდა ჯეიკობ ელორდი რო ეუნება რაღაცა OnlyFans-ზე? არა რაღაც არის შეყეფავს ეს და ანუ იმ ქარიშხლიან თეფს თუ რაღაცას რომ და იგივეს რო აკეთებს. ზუსტად იგივე ხდებოდა იქ და იმენა იქ ხო შემეზიზღა და ეხლა აქ შემეზ ამიტომ no ბევრი ამბობს რომ ძალიან შეცვალაო acting-ი ან ვაფშე მოფეზრდავდა არ აქვს ენთუზიაზმი რომ ვაფშე to act in Euphoria ხო და Mary Euphoria is the one who made him everyone Zendaya-ს გარდა სავარაუდოდ ყველა მაგიდან გახდა ცნობილი რაც შეეხება Cassie-ს რომელიც ყველას ეზიზღება მაგრამ მე მგონი რომ ყველაზე საჭირო ქარაქტერი არის იმიტომ რომ ანუ აი წარმოვიდგინე რო ხარ მსახიობი და ანუ იმენა იცი რომ უნდა ითამაშო ყველაზე შეზიზღებადი ქარაქტერი. მე ხთერას ამბავ. მე ეგ არ მევასება რომ როდესაც ანუ we blur the line between an actor და ანუ character. კი ვაღიარებთ რომ Sydney Sweeney არ არის ყველაზე გამორჩეული ადამიანი. Oh my god, do we? იმიტომ რომ გუშინ ძალიან სხვა პოლემიკა შემოხვედი ჩემთან. მე მგონია რომ ანუ აი იმ რაოდენობით hates არ იმსახურებს, როდესაც ხალხი აგერ ბავშვებს და რა ვიცი და ანუ მაგათ არ მიზის ამდენი ჰეიტი და ამ გოგოს მიზის ყოველს მიზის უბრალოდ ამ გოგოს ჰეიტი არის ჩემი აზრით დამსახურებული იმ ხრივ რომ თვითონ აპროვოცირებს why would you do that ანუ გამოდის ხლებს ყველას თავაზობენ ყველა ცნობილ ადამიანს ეს არის ის ვინც თან ხვდება why would you do that თუ არ გინდა ეს პროვოკაცია ამ ხელა ჰეიტი არ და მგონია რომ ცუდი ადამიანი არ იქნება მეც მგონია რომ მარა ანუ თვითონ უკეთებს ამას თავის თავს. მაგრამ თვითონ Sydney-ზე არ პაზრო ბრაზობ როგორ Chapel Roan-ზე მაგალითად ის სხვა პიროვნება არის ჩემთვის და სხვანაირად საიზღარი უბრალოდ Sydney მგონია რომ სპეციალურად აკეთებს ამას. ალბათ სოქს არ უნდა რომ ყველას მოწონდეს. ყველა ჩემნაირი არ არის. მე რომ მინდა რომ ვიყო universally likable, ყველა ეგრე არ არის.
გააჩნია ხო აი არ ვიცი რაღაც თავის სტრატეგია აქვს ავრალოდ რაც მისი გუნდი და აი ალბათ განიხილავენ. ან იცი რა მაინტერესებს Zendaya-ს და Sydney Sweeney-ს ერთად აქვს სცენები, იმიტომ რომ მე მგონი არ ევასებათ ერთმანეთი თუ რაღაც რეალურ ცხოვრებაში. ხო აი არ ვიცი ეგეც ხო იცი ხანდახან ისეთი მოგონილი არის და ჩვეულებრივ Babes, რატო აღარ გჯერა ჭორების? What is happening? ხო იმიტომ რომ ანუ აი მე როცა ვარ ნამყოფი მაგ ინდუსტრიაში მივხვდი და I know how it's like to be one of them ვიცი რომ როგორ შეიძლება for people to misconstrue stuff რა და არ მინდა რომ ანუ სხვაზეც ვილაპარაკო ეგ რა. Oh my god, I understand totally. შედით ჩემ IMDb-ზე მეგობრებო. საბოლოოდ როგორ შეაფასებ? საბოლოოდ просто ახლა არ მინდა რომ ძალიან ბევრი რამე ვილაპარაკო. გასპოილერა, no one cares honestly. Vince cares უკან ანახი აქვს. უეჭველი, არ ვიცი, ძალიან მომეწონა. პირველი სერია იწყება იმით რომ რუგადმორბის, იმას რა ქვია, საზღვარს ამერიკა მექსიკის რა და ნუ ეგეც ხო რასაკვირველი როგორი რელევანტური თემა არის განსაკუთრებით ახლა ტრამპის ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მე უცებ ვიღაც ოჯახთან რჩება რომელიც არის ultra Christian და ძალიან ისეთი მოწყვეტილი მთლიან სამყაროს რა. რა უნდა და? Просто she's smuggling drugs. Okay. დავალება აქ ეგეთი. კარი. და ამ ოჯახთან რო რჩება, ატყუებს რომ ანუ წერო იმას სტატიას რომ ანუ ეს იმიგრანტებზეო რა და ამათ გონიათ რომ ანუ მისიანია თუ რაღაც რა. მოკლედ ძალიან სასაცილოა. Wow. Вообще არ მომყიდა ეს სერიალი I'm not gonna watch. I'm not selling anything big. ორი სიტყვა მინდა ვთქვა რომ I love Lace უყურე შენი დიდი რეკომენდაციით და ძალიან მომეწონა ხალხო ყველამ უნდა ვუყუროთ. რამდენი არის ეგეთი რეკომენდაციები რაც დაიკიდე და ალბათ მოგეწონება? ანუ არ ვიცი რამ დამარ მეთქი რაღაცას მინდა ვუყურო რა ჩემ თურქულ სერიალს ძალიან ჩაუჯექი და მეთქი რაღაც უნდა შევცვალო. ანუ ძალიან კაი იყო აი ძალიან რეალური აი ძალიან გოგჩა იყო იმენა აი სასტავი ძალიან დამეოსა ყველას თავისი character და რაღაც ვიღაცებში იმენა დავიწყედავდი იმენა დავითი იყო რაღაც ორი character-ის mix-ი ვიღაცებში რაღაც მომენტ ჩემთოს ხედავდი და აი ძალიან თანამედროვე და ძალიან ჩვენი გაქანების მე ვამბობ რომ როგორც ლენა დანომმა დაწერა girls და რაც იყო მილენიალების მექა ანუ იმენა მილენიალები ეგრე იქცევიან და ეგეთი გონორი აქვს ზუსტად ეგეთი გონორი გვაქვს ჩვენ როგორც არის I level A-ში ანუ ეგეთი აზროვნება ეგეთი ჯოუქები ოღონდ ეს ყველაფერი გაკეთებული კარგად იმიტომ რომ აკეთებს და წერს ვინც არის მართლა ამ თაობის წარმომადგენელი. ხა, ვინ წერს? ეს გოგო, თავარი. ვითანე გოგო. მაგისი არის. I didn't know that. მეთქი საიდან successful. Oh my god. თან კარგად თამაშობს. და კარგად წერს, ეგ არის ყველაზე მთავარი. Wow. ძალიან არის. Damn, wow. თან რა თესლად დამთავრდა და აი ესე არ საიდან არაფერი არ ხდება. აი როგორც ეს სერიალის სეზონი რომ თავდება, ხო აი ვიღაც უნდა მოკლდეს და და ეს იმენა აი უცებ დამთავრდა. მეთქი what is happening? ძალიან კაი. მაგრამ დამტკეს ეს ხო იცი მეორე სეზონი. Jasnat? ეს ცალულა ისეთი ლამაზი არის. აი, ეგ nepo baby-ა, ხო? ხო. ელენა დანემის რო შევახეთ, მაგრამ მინდა თქვა, რომ უკვე გამოვიწერე და მალე ჩამომივა ელენა დანემის ახალი მემუარი. Of course you did. რომელშიც არის მილიარდი ჭორი, რაღაცა ძალიან ბევრ რაღაცას ფილავს რა, ადამ დრაივერზე, იმაზე, ამაზე. ყველაფერს ვსადვარ, ჩემო მეგობრებმა უკვე წაიკითხეს ძალიან ბევრმა და მე არ ყველას გავაფრთხილებთ, არაფერი არ მომწეროთ, სანამ არ დავამთავრებ. ხო. Oh my god. მაგრამ საბოლოოდ ჩამომივა მალე, მაგრამ მინდა რომ შევინახო ივნისისთვის, რომ აი ტრიპში წავიდე, ხო? ანუ აი რატო უნდა წაიკითხოთ ტრიპსა წიგნი? რაღაც აი სკუჩინი ტრიპი მექნება, მიხვდა ესეთი. თუ თხელყდიანია ნომაშნა. არ ვიცი, მე მემუარებს ბევრად უფრო კარგად ვკითხავ, იმიტომ რომ გეგონება რომ მეგობარი გეჭორავება, მიხვდა ეს. ხო და მე ცხოვრებაში მემუარი არ წამიკითხე, I'm uncultured, I'm so sorry. ესების კრებული, რაღაც ეგეთი მათ ხო ერთი მემუარი, რა პონტია იმენა. Online კითხულობები. წაიკითხე პირველი კი მემუარი, რომელიც უნდა წაიკითხო, რომელიც შეიძლება დაგაინტერესოს, არის Lee კი არა და sorry, Carol Radziwill-ის მემუარი. Of course. სახელი დამავიწყდა. Okay, ვიპოვე, არ მგონია რამდენიმე ქონდა. What remains? Okay. ცოტათი დეპრესიული არის, მაგრამ მაინც საინტერესო არის ესეთი. Okay, I'll do that. ასევე რასაც ვუყურებ, არის The Testament. იმენ არ გამიგია, აღა? ის ხო გაგიგია, The Handmaid's Tale. Okay. მაგის გაგრძელება არის რა. იგივე cast-ს ყავს? ნუ რამოდენიმე ჩიტავა, მაგრამ ვაფშე სხვა ისთავარი გაგჩა. ახლა არის საუბარი ბავშვებზე. გილიადში ბავშვებზე, როგორ ეს გოგოებზე განსაკუთრებით როგორ იზრდებიან რა, სკოლაში რო დადიან და რაღაცები და ამ გოგოს, მთავარი გოგოს ვინც იყო მან სახელი დამავიწყდა. მაგის შვილი, mixed ხო არის რა, მაგას თამაშობს, იცი რომელი გოგო? One Battle After Another-ში რო აქვს მთავარი როლი. რომელიც არ მინახავს? აფი მექს მოვიწყდა ხალხო რა, აი
why არ და ანუ drop it at this point ხალხო ყოველ პოდკასტში პაულობს გზას რა is one battle after another ახსენოს რაღაცნაირად და გაამართლა მე გავუწევი არის და მაგით მოიგო ეგ სერიალი ძალიან მომწონს ეგ სერიალის გიჟევთ უყურებ ველოდები ყოველ ახალ სერიალს და ასევე ძველი სერიალებიდან რასაც უყურებ რაც არ მქონდა ნახი და გირჩევთ მეგობრებო იმიტომ რომ ძალიან სასაცილო შენს გირჩევა Hacks არის საუბარი დივაზე ქალზე რომელიც არის stand-up comedian რომელიც ცხოვრობს ლას-ვეგასში კარიერა მიდის ბოლოსკენ და ეუბნება თავის მენეჯერს ეუბნება რომ მე მყავს writer-ი ახალგაზრდა გოგო და ანუ მაგაურის დინამიკაზეა საუბარი რომ ეს ახალგაზრდა არის და ანუ თავისი იდეები აქვს ჯოკებთან დაკავშირებით და ეს вообще სხვა ის არის რა ქვია თაობა ნუ ყთა ის ძალიან სასაცილო არის თაობა არის მაგრამ აი გრიგოლ ორბელიანი ილია ჭავჭავაძის და yes და 5 სეზონი აქვს დამთავრდა უკვე მეხუთე იყო ბოლო და ასევე თამაშობს ვინიცი Megan Stoller რაღაცა გოგჩ ვუჭველი თუ ისე მაქვს ხაბარი ცოტა მე არ ვიცი ლენა დანამის ახალი სერიალი რა იყო ხო აი მანდრო I know the girl ველასამე ისეთი ხალხო მაგ გოგოს იუმორის გრძნობა I vibe with her ანუ ორივე მოგეწონა ეს. კი, ანუ დაკავებული ვიყავი მოკლედ ამ პერიოდში. You were busy, baby. I was. მე სხვას არაფერს ახალს არ ვუყურე, ანუ დავიწყეთ ახალი reality TV, but none of you guys care. ცალკე უნდა გავაკეთოთ, ის რა ქვია, იმ 10 ადამიანისთვის, ვინც უყურებს reality TV-ს. ხო, აი, მგონია რომ უფრო მეტი სალაპარაკო მოქნება, მანდ იმიტომ რომ სანამ დავიწყებდით ამ ეპიზოდის ჩაწერას, ხო, ერთი სავარაუდოდ 2 საათი ვჭორაობდით, ანუ როგორ თან იცი, აი, ორ სერიაზე, ანუ ისეთი ანალიზით. I'm obsessed. ხალხო. ვისაც გაინტერესებს, ახალი Real Housewives-ის franchise გამოვიდა Rhode Island-ზე. Please უყურეთ. Okay, გადავიდეთ Coachella. როგორ იყო მაგეწონა? ძალიან მაგრად გავერთე, იმენა დავიმხეთ პრესა. ცოტა ზაგარზეც გეტყობა. I know, right? ანუ იქ რო თარტმა წაგიყვანა, ხო? არა, ეხ პარიზის ისე კარგად ატარაო ტრენი კონსილერია, რომ აი დავა. ისე დააბრმავე ყველა. მაგრამ baby 2016-ში ხარ ჩარჩენილი ტარტი აღარ არის ვისაც დაყავს ეგ რა. წელს გესყავდა ძალიან თესლად ხალხი, ანუ იმენა ისინი კონდანა guess. All the people. Yeah, like all the brands. ხოდა მეც რა მაინტერესებს. აი Coachella-ზე წახვიდოდი, კაროებში რო არიან, რაღაც საერთო აბაზანები რო აქვს და შხაპს რო გარეთ იღებენ, აი მაგ სიტუაციაში. შენი აზრით? No, მაგრამ ანუ once in a lifetime experience არის. Once in a lifetime experience იქნება ვილაში რო დარჩები, Uber-ი რომ იგიყვანს და Uber-ი რო წამოგიყვანს. ცოჩში, მაგრამ ანუ მეც იმენა გულიმერება, ხალხი მანქანებში რჩება და გაბერილი აქვს რაღაც გასაბერი საწოლები და მანწობიან და მე რიგი არის რა საშხაპეში შეხვიდე, ანუ საერთო. უბრალოდ რას ვერ ხვდები, იცი? Coachella ზე კრიტიკა ხაიასნია რომ მოდის ამ წელს და ყოველ წელს უკვე ბოლო პერიოდია რომ თლიანი იდეა Coachella-ს იყო რომ აი ამ fancy ფესტივალებს დაცინოდა რომ ანუ არა ეგრე არ უნდა იყოს ახლა სინამდვილეში რა ვიცი fanciest ever რა ჩდება მანდ ბილეთი არც მახსოვს ძალიან ძვერია კარჩ მაგდანს რო იხდი ბილეთში line-up-ზე არ ვარ კომენტარი line-up იყო top ახლა საპერი ნუ ახლა მე არ ვარ ეგეთი Justin Bieber-ის ფანი მაგრამ ანუ Justin Bieber-ზე არა ანუ ძალიან კარგი line-up-ი იყო ვინ იყო ეგეთი Pink Panthers-ის გარდა. Pink Panthers-ის არც ერთი ვიდეო არა მოგდია, იყო ვაფშე? ანუ ჩემი ალგორითმი ძალიან სხვა. ჩემ for you page-ზე იმარტო ეგა. Sabrina, Justin Bieber, Disclosure, David Guetta. ანუ can you believe that you guys? ანუ მაგის გამო. მე არც არ უსმენ. ანუ არუს, ეგ არ არის ისეთი რომ უნდა უსმენ, პრესტ აი vibe-ი არის. აი მენა მუსიკას 2016 vibes coming back. I know. Sabrina-ზე იცი კომენტარს გაკეთება მინდა ზოგადად ეგეთ ფესტივალებში პირველი კვირა ხორკვირიანი არის ანუ პირველი კვირა ყოველთვის ჯობია ჩემი აზრით პირველი კვირა ყოველთვის ჯობია მაგრამ Sabrina Carpenter-მა მეორე კვირას მოიწვია სტუმრად Madonna ხალხო ანუ წარმოიდგინე მე crowd რო ჩუმად იყო ეგ ნახე ხო ანუ ის რო ეკითხებოდა რომ გესმითო ჩვენია თუ რაღაც Yeah, ანუ მეც ვერ ავყვებოდი Madonna-ს შემოქმედებას არ ვიცნობ ისე კარგად. რამდენიმე სიმღერა ვიცი. I'm uncultured. Sorry. მაგრამ ერთი რაღაც ეს Bieber Cellas თემა, Justin Bieber-ის
ანუ იმენა გიჟიფანი არ ყოფილა რა არის, რომ მე სულ მევასებოდა. უბრალოდ მე რა დონის გიჟი ვარ, ლაივი ქონდა ვიღაცას ჩართული და ვუყურებდი TikTok-ზე ლაივს Coachella-დან რა. და ისეთი მოსაწყენი იყო პირველი ვიკენდი ჯასტინის გამოსვლა. ანუ რაღაცა ლეპტოპის წინ იჯდა, ანუ ლაივში როცა უყურებდი, ხა TikTok-ზე ამოჭრილ კაი მონაკვეთს რო დებენ, ყველა რო ყვება, იქ სხვა პონტი არის, მაგრამ მე მგონი არ ცოტა კემპი იყო, რომ აი დაჭდა YouTube-ზე და ხო, ანუ ვითომ არის ძალიან ისეთი იყო, რა იმით ძალიან განსხვავებული ვარ და you guys, მაგრამ ანუ დუმარება იყო მთელი ვიდეო. არავინ რაღაც უცხო სიმღერებს წეროდა რომ მე არ მაგაგონილი, ანუ აი ყველამ რო ვიცით ეგეთი არ იყო. So it was not that good. Justin Bieber-ის ნაწილი, მაგრამ საბრინამ იმენა მაგარი შოუდად. ანუ გოგომ რამდენი რაღაც შადო, რაღაც წვიმაში და ყველაფერში იყო და Justin Bieber-ი bare minimum. ეს არის ის სტანდარტები, რაც აქვთ კაცებს და ქალებს show business-ში, which is so unfair, you guys. Wow, news-ი არის ახლა ეს შენი ეს ჩვენ ქალმა უნდა გადაიჯვას იმენა, გადაიხსნას შუაზე და უცებ Justin Bieber-ი გამოდის და ანუ ყველაზე თესლად დარწმუნებული ყველაზე მეტი გადავხადე. არა, იასნია, მაგრამ ეგ მან მთლიანი თემა ის იყო, რომ ალბათ ანუ ამდენი ხანია ტიპის კონცერტი არ ქონია, ხალხს მოენატრა, იასნია. და ის ყველაზე viral TikTok-ი ნახე, რომ რაღაცას მღერის თავის მობეზრებულ ხმაში და უცებ ბაც და უცებ გაახსენდა რომ Justin Bieber-ი. Tonight I want to show you all. What you got? A billion couldn't have a part. მეც გამოვშერდი, მეთქი, ვაუ, იმენა. ზუსტად იმენა ის. ზუსტად ეხმა იყო, ხო, I know. და ის ნახე რომ Hailey Bieber მარო Billie Eilish აი ზუსტად მაგას ამბობდი ახლა. ანუ Hailey Bieber-ზე ყოველ ჯერზე როცა კი რაღაცა იდება ვიდეო, უფრო და უფრო მეტად მომწონს ეგ გოგო, იმიტომ რომ გონი არის ძალიან კაი. შეხსლომაც მოგწონდა. კი, მაგრამ Selena Gomez-ი ადრე უფრო მიყვარდა, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ ვარ Selena ტორი ვაფშე და Hailey Bieber ძალიან მომწონს. Billie-ს რო აგდებს, აი ხო ხტები შენ რო შენ მეკოპერს, რო აი მიდი რაღაცა, აი ძალიან ეს თემა იყო და თურმე მაგას Billie-ს ძალიან Billie არის ძალიან დიდი Justin Bieber, ანუ მთელი კედელი ქონდა ბავშვობაში Justin Bieber-ის ფოტოებით და დღეს ანუ დღემდე ცუდად ხდება იქ რო ავიდა და ძირს დაეცეს. ხო, ანუ მე გონზე ვერ მოვიდა. Oh my god, that was so good. What else has happened there? ვიღაცა წერდა რომ Billie Eilish-მა FOMO რა არის ისე, იმიტომ რომ ყველა Coachella-ზე ან მიწვეული სტუმარი იყო, ან თვითონ ანუ ვიღაცა მაიყო ანა. Switchy. She's so good. Yeah, FOMO fears her. შერა highlight-ი გახსოვს Coachella-დან. ნუ იასნია Pink Panthers, მაგრამ I don't give a fuck. აი გამოსვლა ქონდა, აი მე ერთი ვიდეოც არ მინდა. სულ უფრო რა შეიძლება ნაკლები კონტენტი ვუყურე, იმიტომ რომ მინდა რომ ჩემით პრიმავერაზე ეს ყველაფერი შევიქცნა. ანუ იმენა მავიწყდება რომ პრიმავერაზე ამ ყველაფერს ნახავ და მარინას ნახავ და Oh my god. მარინა რო გავამაზო პროსტა ესე რო თქო რა, აი მეზარებოდა. ან იმენა მიკროფონს შეკარტყამ თავში. I don't care. ყველაზე უფრო თესლი და დიდი ამბავი რა მოხდა? Alex Drama. აი ახლა დავდებ იმას მიკროფონს და გითმობ შენ, იმიტომ რომ ხალხო genuinely ვერც ერთმა expose TikTok-მა ვერ ჩამითრია ამ დრამაში, ისეთი მოგონილი მგონია ყველაფერი. No, it's not. ყველაზე მოგონილი, ყველაზე boring დრამა მგონია, ორი alter ego ერთმანეთს ეშხუბება. ანუ სამყარო გაჩერდა. ორი doppelganger-ი უფრო. Kim Chen-ი აკეთებს კომენტარს რა Alex. უშუალოდ. მოკლედ ხალხო, ვინც არიცით, Call Her Daddy, Alex Cooper-ი და Messi რა ერქვა მაგის პოდკასტ, არასდროს არ მინახავს Alex Earl-ის პოდკასტ, მაგრამ Alex Earl არ გაჩითულა პოდკასტიდან რა. ეგ გაიჩითა TikTok-იდან და get ready with me, whatever. მე რო ცეკვანვარს კლუბში რო წავიდა ძალიან დიდი საფი იყო და იმენა სხვა level-ზე აიყვანა თავისი fame, გახდა influencer-იდან celebrity. და კაროჩე ხა გვაქვს ჯახი მათი პატარა პრეისტორია რომ მოვყვეთ. რა ქვია Barstool ხო მე მგონი? network-ი არის, პოდკასტები არის გაერთიანებული მის ქვეშ და ვის ქვეშ? Barstool, ესე ქვია, networks. Barstool რაღაც Colga და ქვემოთ პატარა პოდკასტები ქონდა და ერთ-ერთი იყო მათ შორის Call Her Daddy და ასევე Hot Mess. გონი ეგრე ერქვა Alex Earl-ის. მერე ხო Alex Cooper-ი გაიზარდა ძალიან და გავიდა და თავისი network-ი შექმნა, რომელიც არის Unwell. და Unwell-ს ახლა აქვს თავისი პატარა პოდკასტები, ერთ-ერთი არის Emma Chamberlain-ის ის მაგაცი რო არის. მაგაცის რო არის, ხო. ხო, ეგეთი პატარა. ანუ მთელი ამ network-ის კონცეფცია არის ის, რომ შენ პატარა ესე influencer-ებში დაინახო პოტენციალი, გაზარდო შენთან ერთად რომ წამოიღონ revenue, შენთან მოვიდეს და მერე გავუშვა.
ეს არის მთელი თემა და მაშინ როცა ალექს კუპერი გადავიდა ამ ბარსთულიდან ანუელში ძალიან უცნაური იყო ის რომ ალექს ერლ გაყვა მაგას რა მიუხედავად იმისა რომ უკვე ბიგ იყო ანუ ძალიან დიდი იყო ალექს ერლის სახელი მაინც გაყვა ანუელში გაყვა ხო ანუელში გაყვა თოლგის ქვეშ გადავიდა და მე ვყურე ამ ბარსულის უფროსის ვიდეოს რა ვითომ ეს რო გააკეთაო ალექსმა იქვე შეცდომა იყო რა ეგ იმიტომ რომ რომელ ალექსმა ხა ეს ალექს ერლმა რომელიც გაყვა ხო და მე მაქედან იწყება რაღაც დრამა 2025-ში ისე გაუშვა ალექს კუპერმა ანუ როცა შენ ნეტვორკის ქვეშ ხარ მან ძალიან დიდი ჯახი მიდის რომ აი შენი პოდკასტის სახელი დაუშვა შენ გეკუთვნის თუ ნეტვორკს ეკუთვნის და მთელი ამბები ხო და ამაზე ძალიან დიდი თემა ქონდა Barstools და Call Her Daddies მაგრამ ალექსმა მაინც ითრია ეგ სახელი და ამ ჰოტმესზე ალექს კუპერმა მისცა რა ალექს ერლს რაღაც არ ყოფილა ჯახი და რამე იმენა დაუთმა და გაუშვა ნუ არ ვიცი კარს მიღმა რა შეთანხმებები იყო, მაგრამ ესე დრამით არ დაშლილან რა. მაგის მერე ისე ხდება, რომ ალექს ერლ რაღაცნაირად ცუნამიოკებს არტყამს, რომ არეპოსტებს რაღაც shady ვიდეოებს ალექს კუპერზე და ეს რაღაც პასიურ-აგრესიული ქცევები აქვს რა. ალბათ აქვს reason for that. ამასთან, ნუ ალექს კუპერი არის ძალიან დიდი, ვაძლევთ ყველა კრედიტს ჩვენ ყოველ ჯერზე, უბრალოდ ეხლა იმ კონდიციაში ამისული, რომ ვინც უყურებს Call Her Daddies, we don't watch it for Alex Cooper, right? სტუმრების გამო უყურებს. ანუ ალექს კუპერის ცხოვრებაში რა ხდება დღეს? ისედან არ ვარ ჩართული, იმიტომ რომ ინტერვიუს ფორმატზე გადავიდა. ინტერვიუს ფორმატია 99% და თავის თავზე რასაც ლაპარაკობს, ხოლოდ sex life, that's it. მართლა? ყოველთვის ეგრე იყო, ანუ sex იყო თავარი თემა. აი გარვიცოდი. არ მართლა არ ვიყავ ეგეთი დიდი ის არა. მაგრამ ბევრი ამბობს და აკრიტიკებს ალექს კუპერს, რომ ანუ ეგეთი კარგი ინტერვიუერიც არ არისო რა. ხო, მაგრამ აი ყოველს მოსაწონი ვერ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ყურებადი არის ასე თუ ისე მაინც. Call Her Daddies, ვინც უყურებს Daddy Gang ქვია ამ ხალხს რა. Daddy Gang. ხო და მე იცი რა მიყვარს, აი ესეთი დრამა რო არის, ყველა ასაპორტებს, მიუხედავად იმისა, რომ მე ნეიტრალურში ვარ ჯაჯაბით, Alex Earls. სად არის Daddy Gang? ანუ ვაფშე არ უდგანან გვერდში ალექს კუპერს, იმიტომ she's not likable enough, I think. არა, მგონია ძალიან popular არის. ხო, იცი, როდესაც აი ზუსტად იგივე დაემართა Blake Lively-ს, როდესაც ძალიან ბევრ რაღაცაში ჩიტები და იჩიტები და ყველგან ხარ. ხალხი ღიზიანდება და ხალხს შურს. Switchy. I know. Exactly baby. ან იმენა ისმის ადამიანს. მაგრამ შენ იყავ ერთ-ერთი აი. იმიტომ რომ გაგიჟდი, არასდროს არ მიყვარ და ანუ ალექს კუპერს მე ზუსტად ვთქვი რომ ზედმეტია, ანუ რაღაც მომენტში ზღვარი უნდა დააწესო, იმიტომ რომ ხალხს აზიისხებ თავს და მართლა ეგ გამოვიდა ზუსტად რა. მაგრამ არა, მე შემოხვდა რამოდენიმე TikTok-ი იმ აქცენტირება გაიყო გაკეთებული იმაზე, რომ ალექს კუპერ ეხმარება და თქვა ბაიდენს და კამალას და რაღაცა და ალექს ერლ ვითომ რეპუბლიკან არია. რეპუბლიკან და ტრამპი არის. ანუ თავი ეს დრამა საიდანაც დაიწყო არის რომ ალექს ერლმა დაარეპოსტა რაღაც ვიდეო და მე ალექს კუპერმა ჩაწერა რომ NDA-ც არ გვაქვს და შეგიძლია ყველაფერზე ელაპარაკო ამ fake drama-ებს რო გამოდა ვითომ არ საიდან მოგაქვსო ეს რაღაც კონსპირაცია რომ ვითომ მაგათ შორის მაგაში ვეთანხმები fake drama არის ალბათ. Twitch-ი თუ რამე გაქვს ელაპარაკო ილაპარაკე გოგჩა. უბრალოდ არ ევასებ რა არის ელაპარაკო მაგაში. აშლება რაღაც როცა მუდმივად ესე პასიურ-აგრესიულად უტევ ადამიანს. მუდმივად ერთხელ არ გაკეთა მარტო. არა, ძალიან ხშირად ხდება ეგეთ რაღაცა. Jesus fucking Christ. ხო და უნდა დაამთავრო, ან let that go, ან ილაპარაკე და ატეხე ამბავი. ან მოდი ჩემთან პოდკასტში და ილაპარაკე. ხო და აი ამ არგუმენტაციაში ალექს კუპერს ვემხრობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პიროვნულად ალექს ერლ პრო სასიამოვნო პერსონაჟი არის ვიდრე ალექს კუპერი. არ ვიცი, მე მგონია რომ ვეთანხმები იმ კატეგორიას ხალხის ბადეში. ეთანხმება? ვინც ამბობს, რომ ყველაფერი დადგმული არის და საბოლოო ჯამში ამორს ექნება ინტერვიუ. ველოდები, იმენა ველოდები. გიჟევით, მაგრამ დღეს დაიდო ალექს კუპერმა, რომ შემდეგი ზარა ლარსონი ყავს სამწუხაროდ. დაიდო უკვე და დაიდო. მე TikTok-ში შემოხდა ჯერ და no, არ მგონია. ანუ მოიცა, მაგ viewers არ მისცემს Call Her Daddies ჯერ მარტო ალექს ერლ. Why would you do that? რატომ მივაიგ? აი არ ვიცი, მაგრამ neutral live-ში გეტყვის account-ზე და მოვიდნენ ორივე. We would love to host from იქნება this. აი, აქ რო გვიზის არის, ორივე ისეთი გამხდარია, ოღონდ იმენა აი აქ ჩამოვისვამ. და ჩვენ ვიქნებით მოდერატორები. პოლიტიკური დებატები რა არის. შენ იქიდან მეაქე.
ხო რა ეგეთი გადაცემები აი Go the Beach კაცთა ქალს რომ იყავს და ესე იმით რა ქვია Oh my god, I would love that for us. წარმოიდგინე ძალიან კაი იქნება. მოკლედ ხალხო დაუღოთ მოვლენების განვითარებას. ყველა ამ დრამაზე ლაპარაკობს და საღოლი მე ძალიან თესლისლა იყო. უბრალოდ ანუ რაღაც უნდა იმუშაოს ალექს კუპერმა თავის PR-ზე და უფრო დადებით პერსონად მოევლინოს ყოველს თვალში, I don't know. Okay? დავხურეთ ეს თემა? გაცდე. ახლა რა უცებ გადავიდეთ მუსიკალურ ინდუსტრიაზე. რაღაც highlight-ებსაც მოვყვები. ჩვენ ვილაპარაკეთ თუ არა Cat-Size ამ გიგანტურ დრამა. Cat-Size არ გველაპარაკია. ვაფშე? არა, ზოგადად. ვიღაც ერთი რო წავიდა და ეგ ხო ვიცით ხალხო, მანონი რო წავიდა და ამაზე მოყვა გიგანტური დრამები. ყველა იგონებს რომ თვითონ წასვლა უნდა, მე აჰეითებენ ამ გოგოებს, ვინც არიან ამ იმაში, მოკლედ, ვაუ, ფენომენი არის, რაღაც კოლოსალური. ახლა გამოვშვით ახალი სიმღერა, რომელსაც ქვია Pinky Up. Baby, გიგანტურ დრამებს რასთან დაკავშირებით ამბობ? ანუ, იცი რა არის, მე მგონია რა ყველა ვარ გიგანტური არის, ფარდობითი მცნებაზე. ძალიან ფარდობითი მცნება არის და მე რას დავაკვირდით, რომ ჩვენი For You page-ები მიუხედავად იმისა, რომ yes არის overlap-ები, განსხვავდება იმ ხრივ რომ ანუ ძალიან მარტივად შეიძლება TikTok-მა მოგაჩვენოს რომ რაღაც დრამა არის ისეთი რომ თელი მსოფლიო ლაპარაკობს მეც ეგრე მგონია რომ მანონი ახლა იქნება თუ არა Cat-Size-ში ყველ ადამიანს ადარებს ჩემმა ისეთ მომეგობრებმა მელაპარაკა ამ თემებზე რომ მეთქი შენ იცი ეს ყველაფერი ეგ ხა გინდა და ვალიდაციის თამამი აი ისე დაიწყო რომ დენიელაც ხო ამბობდა რაღაცა და მეთქი ანუ stop ანუ ისე მეცირებოდა რომ მეთქი ანუ აი ყველას ნაკლებად რო ელოდები ეგეთი ადამიანისგან ანუ მოკლედ ასევე ერთ-ერთი გოგჩო რომელიც უნდა მოხვედრო და მაგ ჯგუფში და ღებულობდა მონაწილეობას მაგ reality TV-ში იყო ადელა თუ არ ვიცი ისი თუ არა ძალიან მევასება ეგ გოგო ძალიან ნიჭიერი არის და გამოუშვა ახალი სიმღერა KGB ქვია მან KGB და ნუ უთესლეს ადელა KGB-ზე რატომ არის ადელა არის სლოვაკელი okay period ამიტომ Soviet-Union და რაღაცა ბალეტს დადიოდა და რაღაცა მე მომეჩვენა რომ ცოტა მაგ ვიდეოს იცი აი ბალეტი რო KGB-სთან ასოცირდება. იცი რატო? ბაფრენ ძალიან მიყვარს ეგ. იცი რატო ასოცირდება? ის ფილმი არ გაქვს ნანახი Red Sparrow, Jennifer Lawrence ბალერინა არის და მე KGB-ში რაღაც ეგეთი ისინი დავინახე რა. კონოტაციები. Missed that word. Oh my god. უყურეთ კაროჩე მაგ იმას რა ქვია music videos ძალიან ჭერი არის ძალიან კარგად ვღარი ძალიან კარგად ცეკვას მოკლედ I love her so much she's going to be big და ბოლოს ეწერა რომ ანუ disclaimer ეწერა რომ ანუ არ იფიქროთ რომ I'm promoting KGB or anything else I despise everything that Russian government does I stand with the people of Ukraine mother Here მე მგონია რომ საჭირო იყო იმიტომ რომ აი რაღაც აი რო წავიკითხე სახელი აი გონებაში ხო ის გამიელო რომ ახლა ეს woke ტაუღა წამოვა რომ რატო აკეთებ ამ ყველაფერს და რატო მაგრამ იმ დასასრულით მოხურა ხო თან იმედია არ ვიცი იმედია ხო ის ადამიანს რო უნდა რომ პრობლემა იყოს ყველაფერში იპოვოს ამიტომ let them but we're not one of those people და ასევე მუსიკალური მასში ბოლო highlight-ი არის რომ Zara Larsson-მა დაანონსა ექნება ცალკე ალბომი ყველა თავის კოლაბორატორთან ანუ ყველა songs რაც გამოუშვა Midnight Sun-ზე რომელიც გაუვარდა ეს ვინ დაიწყო Charlie XX-მა იმენა მაგათ მოხდა ხო იცი იმენა მაგისგან მახსოვს და ანუ რასაკვირველად ჩემი დედოფალი Pinky-ც მანდ იქნება ამიტომ გიჟჯივით ველოდები მაგ ახალ ალბომს Oh my god yeah მე იცი რა მინდა ყველაზე მეტად რომ პრიმავერაზე უცებ ბასტ რომ გამოყავს არალასანი და იცი ეს ეკვა არა ეს არა ან როგორც guest Pinky-ს ახლა მაგის ეკოს არა მაგის დრო არავის არა აქვს არ ჩავანი რომ მქონდეს მინდა რომ Pinky-ს ძველი სულაც მოვისმენო დადასტურდა რომ Kim Kardashian და Lewis Hamilton ერთად არიან რომელსაც მე ვამბობდი ჯერ კიდევ 2 თვის წინ იმ მეძლოს კრედიტს მე რა მთელი ქვეყანა ამბობდა პროსტა შენ თქვი რომ AI არისო AI იყო მგონია არ იყო baby probably I don't know არ ვიცი ძალიან მიხარია ძალიან კაი წყვილია არა yeah and Kim K ვისთანაც არ მეკა zero opinion მაგ ძალიან ჩემი თანამშრომელი მეუბნებოდა რომ ეგ ძალიან ქოლმოქმედი ტიპი არის და რაღაც საიტზე აქ რომ დამავიწყო იმენა მანახა და გამატარა რამდენ ვიღაცას ეხმარება და რამე რა კიდე ერთი კრედიტი მივცეთ დავიწყო ხო Starbucks რო იხსნება და ვითმა 2 თვის წინ და თუ 3 თუ უფრო მეტი არ ვიცი რა I don't know მაგრამ უფრო ადრე ვიცოდე კიდე ხო სანამ იწვა და ვაფშე იქამდე ციცოდა და მოსაწვევს არ ვიმსახურებთ გახსნაზე hello ზუსტად წაღან ამბობდა რომ მე არ მივალო სანამ არ გაიხსნება და არ ჩაცხრება ბუმი ხო ბუმი და რიგში მე არ ვდგავარ exactly და თქვენს გრიშობთ იქ ან გახსნაზე მიიწვიეთ მიგვიწვიეთ მოდით ხალხო ასე გავაკეთოთ დავტესტოთ
დავიკვაყოფილოთ ის ბავშვობის ოცნება რომ საქართველოში გინდოდა რომ ყოფილიყო Starbucks-ი და მე დავუბრუნდეთ ნორმას და მივცეთ ყველა ჩვენი საფრთხე ლოკალურ ბრენდებს. Period. მოდი ამ notes-ე დავამთავროთ. დღევანდელი პოდკასტი ძალიან გვეხარია რომ დავუბრუნდით. I miss it so much. I miss you, baby. ისევ ერთი მადლობა. Oh my god. Thank you. და გნახავთ შემდეგ See you next week.